კარგი. კარგი. ხელში აიყვანეთ. თან უკვე ძინავს. მომიყვანე. ახლა ვიავდგები. მოიცა, დაგეხმარება. შენ ქმარს და ოჯახს უნდა შევატყობინოთ. დედა ჩემს შევატყობინებ. ბავშვი აიყვანე და გარეთ გადით. მე კი ასიეს ჩეცმაში დავეხმარები და მოვალთ. კარგი? ფრთხილად, შვილო, ფრთხილად. სამშობიაროშიც მოვედით. მანქანასთან მიდით. წავა, ბავშვისთვის რამეს ვიყიდი. მაღაზიები უკვე გაიგო. პატარას არაფერი აქვს. ბავშვის საფენები წამოიღე. პატარა ზომა. გეფიცები ის გოგო შეშლილია. ნამდვილი გიჟია. მუცელი ცხვირთან აქვს, ის კი ტრიალდება და მიდის. არა, სადმე უნდა ჩაგედო. სალიხ, მისთვის ბავშვის ნდობა არ შეიძლება. შეიძლება გავგიჟდე. გონი მოვიდნენ. ვერ ვიპოვეთ. საავადმყოფოშიც ვიყავით, მაგრამ არ არის. გავგიჟდები. სად უნდა წასულიყო? გავიგებდით თუ იმშობიარებდა, არა? ზონა ნორმალურია. 3 კილო და 100 გრამი. ახლა გავსინჯავ. რა მშვიდი ბავშვია. რა ქვია? სახელი ჯერ არ დაგვირქმევია. რამდენიმე ანალიზი ავიღე. როცა პასუხი მზად იქნება, მოვალ. მაგრამ ჯანმრთელად გამოიყურება. საბედნიერო ძლიერი ბიჭია. სასწრაფოდ ახალშობილის დასაცმელი მჭირდება. რა თქმა უნდა, ახლავე. ახლა დაიბადა და არაფერი გვაქვს. თუ ახლა გაჩნდა, ის გამოგადგებათ. კარგი. გამოგვადგება. ოღონდ სწრაფად. რა თქმა უნდა. რამდენი უნდა გადაგიხადო? 100. გილოცავთ. ალბათ არ ელოდით და ადრე იმშობიარა. ბიჭია თუ გოგო? ბიჭი. რა დაარქვით? მეჰმეთი. არ ვიცი. ჯერ არ დაგვირქმევია. ყველაფერი რიგზია. დაისვენეთ. რადგან რძე გაქვთ, ესე იგი პრობლემა არ არის. გმადლობთ. ჩემი ბიჭი როგორ არის? ძალიან კარგად. ყველაფერი რიგზია. 3 კილო და 100 გრამია. თვალი არ ეცეს. რას არ ქმევ? სახელზე არ გვიფიქრია. იმდენი რამ მოხდა. ჩემი და ორჯერ დაორსულდა. სახელები წინასწარ ვიცოდით. ორივეზე მუცელი მოეშალა. საყვარელო. დასაცმელი ვიყიდე, საფენებიც.
რა ყოჩაღი ხარ. ბავშვი ნაჭრებშია გახვეული. Çok sağ olun. ძალიან დიდი მადლობა. როგორ შეგაწუხეთ? სახლში ყველაფერი მაქვს, მაგრამ დედიკო, ნახე რა ლამაზია. ჩვენს ბიჭს ძალიან მოუხდება. შეხედე. Aslında ერთი სახელი ძალიან მომწონს. yani bilmiyorum siz ne dersiniz? მინდა ჩემ შულს დავარქვა. ამაზე რა სიტყვით? Mehmet olsun. შულს მინდა მეჰმეთი დავარქვა. Vallahi ben severim Mehmet. გეფიცები. ეს სახელი ძალიან მომწონს. არა ბატონო ჯიმშით, შესანიშნავი სახელია. შვილო, ჩემო ბიჭო, ეს სახელი მოგწონს? გინდა რომ მეჰმეთი დაგიძახონ. Kucağımız თქვენ დაეხმარეთ გაჩენაში. adını da siz თქვენ დაარქვით სახელი. მოდი ჩემთან პატარა. მოდი ჩემთან. მეჰმეთი გერქმევა. ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ. Bereketli olsun ömrün. პატარავ. ღმერთმა ქნას. Hayırlı. იმედია, კარგი და ღირსეული ადამიანი გაიზრდები. sağlıklı, sıhhatli. ჯანმრთელი და ძლიერი ბიჭი იქნები. მშობლების საამაყო. შვილო, ძვირფასო. beğendin mi adını? შენი სახელი მოგწონს? Beğendin mi adını? მოგწონს რაც დაგარქვე. ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო, როგორ ხარ? Tek başına mı doğurdun? მარტო იყავი. Benim güzel. ჩემო პატარა. Ay ne kadar güzel. Ah canım. Dedesi. Bak ne ბაბუა, შეხედე რა საყვარელია. შეხედე ჩემო ძვირფასო. bizim vazifemiz. რაც საჭირო იყო გავაკეთეთ. ახლა წასვლის დროა. Ederim her şey için. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. Kusura bakma. მთელი ღამე გაწვალეთ, მაპატიეთ. რას ამბობ? ისეთი არაფერი გაგვიგეთებია, შულო. Hadi kuşum. კარგი პატარა, კეთილი იყო შენი მობრძანება ამ ქვეყნად. Ebe annesi. ბები ახალი იყავი. Artık ამიერი და ხშირად გინახულებთ. დიდი მადლობა ბატონო ჯემშით. თქვენის ნებართვით. მარიამ მარიამან, სა გმადლობ. Çabuk anlat bana. ახავე მომიყევი. ამ ქალთან და კაცთან რასაკეთებდი? Neredeydin? სად იყავი? Bütün gece. მთელი ღამე გეძებდით. სად იმშობიარე? რა მოხდა? რატომ წავიდა? არ ვიცი მამა. ღმერთმა იცის რა მოხდა. არ დამიმაღლო. რა მოხდა? Hoş geldin Cem. მოგბრძანდი ჯიმშით. Salih Usta. ოსტატო სალი. Hayırdır? რა მოხდა? Sizin თქვენ მარძალმა იმშობიარა. მოგელავთ ბავშვიც კარგად არის და დედაც. Fatma. გათმა, ჩვენ მარძალმა იმშობიარა. Ama galiba bir მაგრამ გონი რაღაც პრობლემაა. არ გირეკავთ. ben ამიტომ გადავწყვიტე მოვსულიყავი და მეთქვა. hastaneye. ახლა სამშობიაროშია. ასია მიმშობიარა? ჩემი ბიჭი გაჩნდა? შენ საიდან იცი? Meryem Ana. არიამანმა დამირეკა. Onun evine ასია მასთან სახლში მისულა. როცა მივედი, მშობიარობა დაწყებული იყო. სამშობიაროში აღარ წავიყვანეთ. კლინიკაში დილით მივედით, მშობიარობის შემდეგ. ახლა მასთან დედამისია. Bak görüyor musun? ხედავთ რა ხდება. როგორ არ დაგვირეკა. Şu Meryem'e yaptı. მარიამანისგან ამას არ ველოდი. ძალიან კარგი. რადგან არაფერს მატყობინებს, იქ დარჩეს. სადაც არის? Neredeyse otursun orada. bir başına bırak. გოგო მარტო არ მიატოვა. ახლა ამის დრო არ არის. შენ ხომ მის გვერდით იყავი? რატომ იჩქარე? წინა დაცვეთად ჩაგეტარებინა და აქ მერე მოსულიყავი. ილიას, Sağ ol Cem. გმადლობ ჯიმშით. რა ნაძირალა? არც ერიდება, მოდის და მეუბნება რომ ჩემმა ცოლმა იმშობიარა თან, რჩევასაც მაძლევს. ადამიანი კეთილი განზრახვით მოვიდა. ამბავი შეგატყობინა. რითი ხარ უკმაყოფილო? Haber vermeden ის როგორ იმშობიარა რომ ქმარი არ გააფრთხილა.
Oğlum sizin შვილო, რა მოხდა? Ayrıca da ჩვენც არაფრად გვაგდებს. ფატმა, სიტუაციას მოწაბავ. შვილი გაგვიჩნდა. პირველი შვილი. სამშობიაროში წავედით. წამოდით ბიჭებო. Siz gidin ya. თქვენ წადით. O istemiyor. ჩემი ნახვა არ უნდა. Ya yürü ben istiyorum. წამოდი სიძე, წამოდი. Görünce geçersin. ბავშვს ნახავ და აღარ გაბრაზდები. თან ცოლსაც პასუხს მოთხოვ. Değil mi? მართლა? Hadi. წამოდი. Hadi. წამოდი.